ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს ამჯერად. მე ვიტყოდი ერთ-ერთი გამორჩეული ამბით ვართ მოსული. ქაბოტონი ნინო ინუქიძე, BTU-ს რექტორი არის, ყავს სტუმრად და უნდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო ამბავზე. BTU გახდა CERN-ის ატლასის კოლაბორაციის წევრი. ქაბოტონი ნინო, ახლა მე რო ბევრი აღარ ვილაპარაკოთ, თქვენ მოგვიყევით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აქამდე ხო თემუკა ვუყვებოდა უცნაურად თქვენ. უნივერსიტეტისთვის, ქვეყნისთვის და პირადად თქვენთვის, იმიტომ რომ ვიცი დიდი შრომა ჩადეთ ამ საქმეში. მოგესალმებით, ნამდვილად ესე არის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არა თუ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის, მთელი ქვეყნისთვის, სამეცნიერო საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინოვაციების სფერო აინტერესებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ვინაიდან CERN-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრი. ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აერთიანებს ათასობით მეცნიერს, საუკეთესო მეცნიერებს, ვინც კი არსებობს მსოფლიოში და ისე ჩვენ მივიღეთ ესეთი აღიარება, ისე ჩვენ გავხდეთ CERN-ის წევრები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა მთლიანად სამეცნიერო საზოგადოების თვის საქართველოში და რა თქმა უნდა დიდი შრომის შედეგი ამ მიმართულებით დაახლოებით 1 წელია მუშაობ, შეიძლება უფრო დიდი ხანია, რომ დემონსტრირება გაგვეკეთებინა იმ სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის, რომელიც ჩვენ გვაქვს სპეციფიკურად, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ვირტუალური რეალობის მიმართულებით. აი, კარგად დეტალურად აგვიხსენით, ახლა რას ნიშნავს ვირტუალური რეალობის მიმართულებით და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩვენი წევრობის ფარგლებში, ჩვენ ვართ, თქვენ ახსენეთ, ატლასის კოლაბორაციის ასოცირებული წევრი. ატლასი ეს არის ყველაზე მსხვილი სამეცნიერო ექსპერიმენტი მსოფლიოში, რომელიც ხორციელდება CERN-ში, შვეიცარიაში, თუმცა ატლასის წევრები არიან დაახლოებით 40 ქვეყანა და დაახლოებით 3000 მეცნიერი, მათ შორის უკვე საქართველოდან მეცნიერებიც. ჩვენი წევრობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ასეთი ვალდებულება, რომ შევქმნათ, განავითაროთ ციფრული პროდუქტები ხელოვნური ინტელექტის და ვირტუალური რეალობის მიმართულებით და მოვახდინოთ ამ პროდუქტის გამოყენება როგორც სამეცნიერო კვლევითი მიზნებით, ისე საგანმანათლებლო მიზნით, ახალგაზრდებისთვის, მოზარდებისთვის ჩავატაროთ მასტერკლასების სერია, ჩავატაროთ ვორქშოპები და ავუხსნათ მათთვის გასაგებ ენაზე, როგორ შეიძლება ამგვარი სამეცნიერო სიახლე იქნას გამოყენებული მათი სწავლის განათლების პროცესში. აგრეთვე არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქართველი მეცნიერების მიერ AI-ში და VR-ში შექმნილი პროდუქტების ექსპორტი ხდება და ექსპორტი ხდება სწორედ იმ ქვეყნებში, რომელიც წარმოადგენს CERN-ის წევრ ქვეყნებს და ძალიან ვამაყობთ ერთის ხუ, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი პასუხისგებლობა გვაქვს, რომ შევასრულოთ იმ ხარისხში ეს ამოცანები, როგორც მიზნად გვაქვს დასახული. ესეთი კითხვა მაქვს, თქვენი აზრით ეს ძალიან საინტერესო ამბავი, რაც ხომ მოგვიყევით. ხელს შეუწყობს თუ არა იმას, რომ საქართველოს რეგიონში გახდეს უფრო მეტად ტექნოლოგიური ჰაბი, ანუ ამისკენ არის ეს მიმართული თუ არა და ასევე კიდევ უფრო მეტად მინდა, რომ აი კონკრეტული მაგალითი რომ მოგვიყვანოთ, რაში გამოიყენებენ იმ ვირტუალური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტას, რაზეც თქვენ საუბრობთ. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამგვარი ვიტყოდი პრესტიჟული სამეცნიერო ექსპერიმენტის ნაწილი ხდება, ეს რა თქმა უნდა სამეცნიერო პოტენციალს და ინოვაციურ ეკოსისტემას ქვეყანაში აძლიერებს და დღეს თუ ყავს ათეულობით წევრი მეცნიერი, რომელიც უნდა იყოს ჩართული მსგავს კვლევებში და ამ პროექტში, ჩვენი მიზანი არის, რომ 1 წელიწადში, 2 წელიწადში მათი რაოდენობა გაიზარდოს, შეიძლება გაათმაგდეს კიდეც და რა თქმა უნდა ეს წაადგება ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, ჩვენ უკვე შევქმნით ცალკეული პროდუქტები, რომლის დემონსტრირების შედეგადაც CERN-ში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ BTU ნამდვილად იმსახურებს წევრობას. ეს არის ერთის მხრივ ვირტუალური რეალობის გარემო, სადაც ხდება კვლევების სწავლება, რომლითაც ხდება სხვადასხვა ტიპის რთული კომპლექსური ტრენინგების ჩატარება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ პროფესორებისთვის გახსნილი არის ეს გარემო. რა მიმართულებას მოიცავს ეს? იცით რა, ვირტუალური რეალობის გარემო შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ წევრობის ფარგლებში სხვადასხვა სივრცე შეიქმნას, სადაც აღნიშნული კვლევები ჩატარდება. დღეის მდგომარეობით ეს არის სწორედ ბირთვული ლაბორატორიის სიმულაციური მოდელი, რომელიც
CERN-ში არსებობს, რომლის მონახულებაც ასე თავისუფლად ყოველას არ შეუძლია, თუმცა მათ შეუძლიათ BTU-ს ესტუმრონ და ჩვენი ვირტუალური რეალობის ლაბორატორიაში მოინახულონ აღნიშნული ლაბორატორიის სივრცე. ამავე დროულად ჩვენ შევქმნით ძალიან მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც სამეცნიერო ტექნოლოგიებში ნამდვილად დიდი მიღწევა არის, რომელიც ეხმარება მეცნიერებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და მის პრეზენტაციას ცალკე მალე ჩავატარებთ უკვე, ეხმარება მეცნიერებს, რომ აწარმოონ საკუთარი სამეცნიერო საქმიანობა ისე, რომ ზუსტად შეარჩიონ ის სამეცნიერო სიახლე, რომელიც აკლია ცალკეულ სფეროს, იმ სფეროს, სადაც ესენი ეს ადამიანები მუშაობენ. საბოლოო ჯამში ძალიან კომპლექსური პროექტი არის და ერთი მინდა ვთქვა, რომ წინაპირობა კიდევ იმისი, რომ ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ მსგავსი კვლევები და პროექტები განვავითაროთ, არის ჩვენი თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან, რომლის ფარგლებშიც დაადის მხარდაჭერით შეიქმნა ვირტუალური რეალობის ლაბორატორია BTU-ში და სწორედ ამ ლაბორატორიაში ვითარდება ეს პროექტები, რომელსაც მალე ფართო საზოგადოებას გავეცნო. მე მაქვს კიდე ერთი კითხვა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი სტუდენტებისთვის, როგორც უნივერსიტეტის, არა მხოლოდ BTU-ში და ზოგადად სკოლის მოსწავლეებისთვის, ანუ რამდენად რეალური გახდა პირობითად მშობლების სიცოცხლე, რომ მათი შვილები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებში დასაქმდნენ, ან მეცნიერები გახდნენ, ან ასე შემდეგ. მიგვაახლოვა, თუმცა რამდენად მიგვაახლოვა ამ ყველაფერმა, ამასთან თქვენი აზრი მაინტერესებს. ზოგადად ძალიან შეიცვალა გარემო, სასწავლო გარემო მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები მიმართულებით, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორი სწავლების მეთოდები არის ყველაზე მეტად შესაფერისი თანამედროვე ახალი თაობისთვის, ხო და ეს თანამედროვე სწავლების მეთოდები პირველ რიგში მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას. ვინაიდან რაც არ უნდა უგულებელყოს ეს რომელიმე უნივერსიტეტმა ან რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხელოვნურ ინტელექტს სტუდენტები და მოსწავლეები უკვე იყენებენ და თუ ამ რეალობას თვალს გაუსწორებთ, დავდგებით იმ გამოწვევის წინაშე, თუ როგორ უნდა დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის სწავლების და კვლევის პროცესში, ისე რომ ეს იყოს პირველ რიგში სტუდენტისთვის ან მოსწავლისთვის საინტერესო, ის უბიძგებდეს ახალი ცოდნის მიღებისკენ, თქვათ, ინტერესს უჩენდა სამეცნიერო ექსპერიმენტებში ჩართულობისკენ და არ იყოს მოსაწყენი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სწორედ ამ მიმართულებით. ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. ხა ეს უნდა კითხოთ აუცილებლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობას ცვლის ჩვენსას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ძალიან სერიოზულად საფრთხეს უქმნის არ ვიტყოდი, ცვლის, არის კოდის წერა, კომპიუტერი ინჟინერია. აი რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლებიც ეხა უკაცრავად ფიქრობენ, რომ ჩააბარონ, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ინდუსტრიაში უნდათ რომ ფეხი მოიკიდონ და ეს ხელოვნური ინტელექტი ისე ყოველდღიურად ცვლის ამ რეალობას. აი მათ რას ურჩევდით? როგორ მოიქცნენ მიყვნენ ამ გზას, რა სიფრთხილე ხო არ გამოიჩინონ და ასე შემდეგ. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი შეკითხვა, აქტუალური შეკითხვაა, სხვადასხვა ამ შეკითხვას გვისვავს აბიტურიენტების უდიდესი ნაწილი, ვინც ან IT-ის პროგრამაზე ცდილობს სურს ჩაბარება ჩვენთან ან კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, საბაკალავრო საფეხურზე განსაკუთრებით აქტუალურია ეს შეკითხვა და ჩვენი პასუხი არის შემდეგი. კი, კოდის წერა და ზოგადად დეველოპერების მუშაობის დღის წესრიგი იცვლება და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ შევთავაზოთ ისეთი ცოდნა სტუდენტებს, რომელიც ამ რეალობისთვის მოამზადებს. ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლა დეველოპერების საქმიანობა, არამედ უფრო განსხვავებული გახადა. არსებობს ესეთი ცნება, ესეთი ტერმინი vibe coding ქვია, რომელიც შეასწავლის კრეატიულ მიდგომებს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს დეველოპერმა და შექმნას სხვადასხვა ციფრული პროდუქტი გაცილებით ნაკლებ დროში, უფრო ეფექტურად და უფრო მცირე ზომის გუნდით. თუ აქამდე საჭირო იყო თქვა 10 კაციან პირობითად ვამბობ გუნდის არსებობა იმისთვის, რომ რამე ახალი საინტერესო ციფრული პროდუქტი შექმნილიყო, ახლა ეს შეიძლება vibe coding ტექნიკით ან სხვა მეთოდებით ერთმა ადამიანმა გააკეთოს რამოდენიმე საათში. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი, რომ პროგრამებში იყოს ინტეგრირებული ის ცოდნა, რომელიც მოამზადებს ადამიანს ამგვარი რეალობისთვის, ეს უკვე მომავალიც არ არის, ეს არის რეალობა და ამითი ვართ BTU-ში გამორჩეული, ამიტომ აგვარჩია CERN-მა თავის წევრად, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებს და ამგვარ ცვლილებებს ჩვენ კურიკულუმში ძალიან სწრაფად დავსახავთ. და ბოლოსკენ ერთ კითხვასაც დაგისმოთ და სად ხედავთ ამ პროექტს და საითკენ გინდათ რომ წავიდეს 5-10 წელიწადში მაგალითად.
ძალიან ამბიციური მიდგომა გვაქვს ამ მიმართულებით. ზოგადად ამბიციური იყო ჩვენი მხრიდან განაცხადი, რომ გავხდარიყავით CERN-ის წევრი ინსტიტუცია, როგორც ხედავთ ეს რეალობა დადგა, მრავალი გამოწვევის მიუხედავად ამ შედეგს მივაღწიეთ ნამდვილად და ეხლა რაც გვინდა არის ის, რომ რეგიონში საქართველო გახდეს წამყვანი ვიტყოდი ჰაბი ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის და მასთან დაკავშირებული ინოვაციების შექმნის, ერთის მხრივ გამოგონების და მეორეს მხრივ მისი ცალკეულ სფეროში ადაპტირების მიმართულებით ჩვენ გვინდა რომ მოვახდინოთ ექსპორტი იმ სამეცნიერო პროდუქტებისა, სამეცნიერო ტექნოლოგიური პროდუქტების, რომელიც BTU-ს ბაზაზე შეიქმნება. ამის ერთი პრეცედენტი უკვე არსებობს, რის საფუძველზეც მივიღეთ წევრობა, გვინდა რომ ეს შრომა უფრო მასშტაბური გახდეს, ამაში ჩაერთონ ჩვენი პროფესორები, სხვა მკვლევარები მეცნიერები, ვისაც აინტერესებს ჩვენთან თანამშრომლობა და ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც მიზნად მისახავ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენ უნივერსიტეტს ძალიან დიდი მადლობა და მე ეჭვით არ მეპარება, რომ თქვენია ეს ამბიციური სურვილი, რომ საქართველო გახდეს ჰაბი არ დააყოვნებს და ესეც იქნება.